გამარჯობა, დღეს ორშაბათია, 27 ოქტომბერი 2027 წელი. თქვენ უყურებთ პროექტ ჩემი თვალით ნანახი ჯარი. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი, ჩემთან ერთად არიან გიგა ინაშვილი და თორნიკე თვალაძე, თადარიგის მთავარი სერჟანტი მუდმივი თანაწამყვანი და პრაქტიკულად მუდმივი სტუმარი გიგა ინაშვილი, ვისაც ძალიან დიდი მადლობა. აქვე შეგახსენებთ, რომ გიგას თავისი YouTube არქივიც აქვს და მისი აღწერა იქნება, აღწერაში ლინკი იქნება და ვისაც შეიარაღებაზე კომპეტენტური აზრი გაინტერესებთ, ეწვიეთ აუცილებლად ამ YouTube არქივს. ჩვენ კი დღეს ვისაუბრებთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ თემებზე და დღეს შევარჩიეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზები და შეიარაღებები. მანამდე შეგახსენებთ, რომ თუკი ჩემი არხი არ გქონთ გამოწვევები, ახლა გამოიწვევთ ეს არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ სოციალურ ქსელებში, აქვე შეგახსენებთ არხზე მიმდინარეობს დონაცია, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ, ანგარიშის ნომერი ასევე აღწერაშია. დავიწყოთ, თუმცა სანამ გადავალთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთი კითხვა მინდა შემოგთავაზოთ, ესეც მომხმარებლის კითხვაა. რატომ ვერ აფეთქდა 2008 წელს როკის გვირაბი? შეიძლება ეს ადამიანი ირონიზირებდა, იმიტომ რომ ჭყალებში ჰქონდა ჩასმული, შეიძლება არც, მოკლედ აინტერესებს ხალხს ზოგადად და რა შეგვიძლია თქვა, რატო ვერ ავაფეთქეთ? გქონდათ რამე ეგეთი ამოცანა დასმული სანამ სერიოზულად თუ უნდა უპასუხოთ, მაშინ მე არ უპასუხებ და რამე მსგავსი ტიპის ამოცანა საერთოდ როდესაც იგეგმება, რამდენიმე გეგმა არსებობს სხვა ეტაპზე ნებისმიერი სტრატეგიული ობიექტის იქნება ეს გამოყენება თუ მტრისთვის ჩახერგვა რომ ტერმა არ გამოიყენოს თუ პირიქით. გეგმა სავარაუდოდ არსებობს და იარსებებს, იმიტომ რომ სტრატეგიული ობიექტია. თუმცა 2008-ში მე არანაირი შეხება არ მქონია ამ სახის ინფორმაციასთან, თუმცა მეც ბევრჯერ გამიგია რომ აპირებდნენ აფეთქებას, ბევრჯერ გამიგია ჭორის თონეზე რომ სადეს აფეთქება და ვერ აფეთქეს და ან გადაიდო და ბრძანება. ყოველ შემთხვევაში შენამდე მსგავსი ბრძანება ინფორმაცია არ მოსულა. კაი, შენ რა იცი? გვირაბი თავისით არ აფეთქდებოდა, ვიღაცას უნდა იმუშავა ხო მაგაზე. მეც მგონია თავისით არ აფეთქდება. ხო, თავისით რატო არ აფეთქდა თავისით? ესე იგი, როკის გვირაბი რა არის? ხამოდი ჯერ ცოტა ისე უპასუხოთ ხო? სერიოზული პასუხი გავუსვეთ. როკის გვირაბი არის ძირითადი სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი ამ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო 2008 წლის დროს, იმიტომ რომ ესე დიდი რაოდენობით ტექნიკას, ესე სხვა საშუალებით ესე ვერ გადმოიტანდნენ, მით უმეტეს ვერტმფრენებით ვერ გადმოიტანდნენ კავკასიონზე, ხო? გვირაბი ყოველთვის გამოიყენებოდა თავიდანვე საბჭოთა პერიოდში, როცა აშენდა ჩანაფიქრშივე ალბათ ეგეც იყო, რომ ის ჩუბი ბნელი ჩანაფიქრები, რაც რუსული იმპერიას ჰქონდა, ყოველთვის ეს რაღაცა სეპარატისტული რეჟიმი, რომელიც სამხრეთ ოსეთის სახით შენელებული მოქმედების ნაღმად ჩადეს ხო საქართველოს შუაგულში, რომ მის მომარაგებას რა თქმა უნდა სახმელეთო გზა დაჭირდებოდა, შესაბამისად გაიჭრა როკის გვირაბი, თავიდანვე არ უნდა გაკეთებულიყო გვირაბი, მაგრამ ნუ ხა რა ხანაშენებული არის ეხლა უკვე გვიანიან მაგაზე, როკის გვირაბის განადგურებაზე ყოველთვის იყო საუბრები სხვადასხვა წრეებში, ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე ახსოვს სხვადასხვა ვარიაციებს განიხილავდა ხალხი, როგორი საშუალებით იყო შესაძლებელი. რა თქმა უნდა, იყო პერიოდები, როდესაც საქართველოს ალბათ უფრო აი 2008 წლის ომამდე რა იყო რაღაცა სხვადასხვა გზები, რომ რაღაც გარკვეული დივერსიული აფეთქებები მოხდარიყო როკის გვირაბზე, სანამ რაღაცა განსაკუთრებით სერიოზული დაცვა ეყოლებოდა გვირაბს და ნუ ეხლა ამაზე არ მაქვს ეხლა დეტალური ინფორმაცია, მაგრამ ნუ შეიძლება ამის თქმა ზოგადად, რომ აი ომამდე უფრო იყო ამის შესაძლებლობა, რომ რაღაც გარკვეული დივერსია მოხდარიყო გვირაბზე და შიდა აფეთქების გზით აფეთქებულიყო. ზოგადად გვირაბების აფეთქება არ არის მარტივი თემა, განსაკუთრებით ისეთი გვირაბები, რომელიც მთათა სისტემაში, ესეთი მასიურ მთათა სისტემაში, ესეთი ღრმად არის გაჭრილი და რეალურად გათვლილი არის ზემოდან ბირთვული დატყმის გაძლებაზე. ბევრი სხვა გვირაბისგან განსხვავებით, აი მაგალითად რიკოთის გვირაბისგან განსხვავებით, როკის გვირაბი ბევრად უფრო ფუნდამენტური ნაგებობა არის, იგივე კედლები, რომელიც როკის გვირაბს აქვს გარშემო, პლუს ის ათადარიგო პატარა გვირაბი, რომელიც გვერდზე გასდევს, ბევრად უფრო სერიოზულად არის ნაშენი და სერიოზულად არის დაპროექტებული, ხო? სად ახლა რიკოთში გაჭრილი გვირაბი და სად კავკასიონზე გამოვალი გვირაბი, ხო? ბევრად უფრო დიდი და მასშტაბური პროექტი იყო. თავის დროზე როკის გვირაბის გეგმა მე
ნახაზები გეგმები მაქვს რა დანახი თავის დროზე და ზოგადი ნახაზები და ზოგადი აგებულება როგორი არის ამ გვირაბის თითოეულობაში ინტერნეტშიც დევს ესენი სხვათა შორის სხვა რესურსებზე სხვა პერიოდში ინახულობენ მოკლედ სხვადასხვა მეთოდებია თუ არ წაშალეს აუცილებლად აქვე ახლა გაჩვენებთ თუ სხვადასხვა მეთოდები არსებობს ზოგადად გვირაბების აფეთქების ყველაზე ისეთი პრიმიტიული და მარტივი ხო აი ბევრს ხო წარმოუდგენია შეიყვოთ გვირაბში რაღაცა ტროტილით გატედი კამას და აფეთქებ ხო ესეთი აფეთქება გვირაბებს ესეთი ტიპის გვირაბებს ვერ აგრევს რა არის ეგეც წოდებული ესე ეძახიან თოფის ლულის ეფექტი რომელიც მაშინ მუშაობს როდესაც გვირაბში შეიყვან რაღაცას მით უმეტეს ესეთი მაღალი მედეგობის არბიდებული რკინაბეტონის კედლების მქონე გვირაბში და აფეთქებ ორი მიმართულებით გავაფეთქება და გვირაბს რაღაც მომჩილობცირედი დაზიანდეს სადღაც მაგრამ ვერ ჩამოაგრევ ესე გვირაბს რა გვირაბის რეალურად რამდენად გრადი არის ეს გვირაბი მისი ჩამონგრევა ძალიან ეხლა აი ხო ეხლა მაგას ვიძახი საინჟირო აფეთქებით ანუ უშუალოდ საინჟირო აფეთქებელი ჯგუფი როდესაც შევაშინით გვირაბში და აფეთქებას გააკეთებს უნდა მოხდეს შემდეგი ან უნდა თუ დრო გაქვს მაგისი უნდა გაიბურღოს გვირაბის კედლები და იმ გაბურღულ ადგილზე ჩადო ფეთქებად ნივთიერება იდეალური იქნება თუ პლასტიდის მუხტებს ჩაალაგებ და იმითი აფეთქებ მაგრამ ტროტილითაც აფეთქებადი არის რა თუმცა პლასტიდი ჯობია არის სპეციალური საშპურე მუხტები არის მუხტები სპეციალური რომელიც ბეტონში ჩასადება და ასაფეთქებლად არის წინასწარ გამზადებული მაგრამ არის კიდე ვარიანტი თუ ძალიან ესეთი მოკლედ რო გაქვთ დივერსიული ჯგუფი გადასხის სიტუაციაზე დესანტით და ძალიან სწრაფად გინდა განადგურება არის ესეთი მეთოდი სპეციალური კუმულაციური მუხტებია რომელიც შეიძლება დაამაგრო ბეტონის ნაგებობაზე თუნდაც ეს იყოს ჭერიზე ან გვერდებზე ან ქვემო მხარეს აფეთქებ ამ კუმულაციურ მუხტებს სპეციალური საინჟინრო გამგრევი კუმულაციური მუხტებია რომელიც აი ჯავშის გახვრეტაზე კი არ არის გათვლილი რკინაბეტონის კონსტრუქციის დაგრევაზე აფეთქებ ამას ეს აფეთქების შედეგად აკეთებ ღრმულებს ამ ნაგებობაში და ამ ღრმულებში მე შეიძლება მალევე ჩაალაგო ფეთქებად ნივთიერება და აფეთქო რაც საბოლოო ჯამში გვირაბის რაღაცა მონაკვეთის ჩამოშლას გამოიწვევს ხა ყველა ვარიანტი უნდა მოხდეს გვირაბში და სიღრმეში ხო ანუ კედლები უნდა გაიხვეწოს და კედლებში შეზღუდულ სივრცეში უნდა მოხდეს აფეთქება ვისაც ხა მინიმალური ცოდნა აქვს თუნდაც საინჟინრო აფეთქებები როგორ ხდება ძალიან სიღრმეში რო არ წავიდე ხო ეს ყველაფერი დათვლადი არის შესაბამისი ფორმულებით როგორი სისქის, როგორი მარკის, როგორი შემადგენლობის რკინაბეტონის კონსტრუქციას რა რაოდენობის ფეთქებად ნივთიერება ჭირდება, რა დიამეტრის ნახურის ჩადო და ასე შემდეგ, მაგას ხარ ჩაურევდები. მაგრამ დაახლოებით ეგეთი მეთოდით შეიძლება, მაგრამ მაგას ჭირდება რა, ეხლა გვირაბზე უნდა ქონდეს კონტროლი, თუნდაც რომელიმე ერთ პორტალზე ან იქ დესანტის გადასხმა უნდა მოახერხო, რომ შევიდეს შიგნით და მოახდინონ აფეთქება, ან უნდა აკონტროლებდე იმ არეალს. 2008 წელს ვერ ვაკონტროლებდით, ხო, გვირაბის ვერცეს შესასვლელს განსაკუთრებით ჩრდილოეთ პორტალს. შესაბამისად, თეორიაში იყო ერთი კიდე სხვა ვარიანტი. ეხლა ვსაუბრობთ ოღონდ კონკრეტულად ამ გვირაბის ჩამოგრევაზე, თვითონ გვირაბის კონსტრუქციაზე. არის კიდე ერთი ვარიანტი, რაც არაერთხელ გამოუყენებიათ ომების ისტორიაში, ძირითადად უფრო მე-20 საუკუნეში და 21-შიც ბეტონგამტარი ბომბების გამოყენება. ბეტონგამტარი ბომბები ბევრდაერი არსებობს, მაგრამ ამ გვირაბზე არ არის ყველა მონაკვეთი ისეთი ზემოდან სისქერა, თითოეული ქანების სისქე ისეთი, რომ ბეტონგამტარმა ბომბებმა ჩაანგრიოს. არის მთელი რიგი ადგილები, სადაც აი ძალიან კარგად ჩააგრევდა ეს ამერიკული ბომბის ტიპის ბომბი ირანში ჩამოაგდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ვიკითხე რაში დაგჭირდება. ოღონდ ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ მაგას ვერ ჩამოაგდებით ჩვენ სიტუაციაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ არის მაგალითად ბეტონგამტარი ბომბები, აი GBU-28, რომლის ჩამოგდებაც შეუძლია მაგალითად F-15 ტიპის გამანადგურებელს თეორიაში GBU-28-ს შეუძლია გარკვეულ ადგილებზე ჩაანგრიოს როკის გვირაბი და რაღაც ადგილებზე დააზიანოს, მაგრამ ნუ ეგ კიდე გაწმენდადი არის, ანუ გვირაბი მუდმივ მდგომარეობაში ჩამოგრეული და ჩახერგილი რომ ქონდეს, უნდა გვირაბის შესასვლელებს და გამოსასვლელებს საბრძოლო ქვედანაყოფით აკონტროლებდე, რომ მოწინააღმდეგეებში კიდე საინჟინრო ტექნიკა არ შეიყვანოს სამხედრო ბულდოზერები და გაწმენდა არ მოახდინოს იმის, იმიტომ რომ გაწმენდადი არის ეგ მაინც რა, თუ რაღაცა რამდენიმე დიდი აფეთქება არ გააკეთე და მასიურად არ ჩამოშალე მთელ გაყოლებაზე გვირაბი, ხო? ეს ბეტონგამტარი ბუნკერს აწინააღმდეგო ბეტონგამტარი ბომბები მით უმეტეს ზუსტი დამიზნების არის საჭირო ზუსტად გაარტყა. ჩვენ არც არასოდეს არ ვქონია და მით უმეტეს ჩვენ 25-ს მაგის ჩამოგდება არ შეეძლო. მე მსმენია ესეთი ვარაუდები, რომ ჩვენ ხო შეგვეძლო ბეტონზე აქ გვირაბზე ჩამოგვეყარა, ნუ სამოქალაქო პირებს აქვთ ეგეთი ნათქვამი.
თუმცა სამხედროც იტყო და მაგას იმიტომ ცოტა ისეთ სპეციფიური თემა არის და ყველა მარც უნდა იცოდეს ეგ თემა რა. უთქვიათ რომ აი ბეტა 500-ის ჩამოგდება რომ მოხდარიყო ბეტა 500 არის აეროდრომების დასანგრევი ბომბი, ბეტონსაწინააღმდეგო ბომბი, რომელიც გვაქვს შეიარაღებაში 25 შეუძლია მაგის ჩამოგდება, მაგრამ ეგ არის უმართავი ბომბი და ერთი ვერც ჩახრეტავს ქანებს სისქეზე რომ გვირაბამდე ჩავიდეს და მერე გვირაბს ესე ვერც დააზიანებს ესე რა. შესაბამისად ჩვენს ხელთ არსებული შეიარაღების სისტემით გვირაბის ჩაგრევა არ შეგვეძლო, ნუ რაღაცის დარტყმით. დივერსიული აფეთქებაც არ უხდარა, მაგრამ შესაძლებელი იყო სიტყვაზე გვირაბზე თუ არ არის მაინც დამეც საუბარი, შესაძლებელი იყო გვირაბის შემდეგ გამოვალი გზის დაზიანება სერიოზულად და გვირაბის შემდეგ არის შესაბამისი გალერები. ახლა ჩვენი მსმენელის უმეტესობა როკის გვირაბთან ნამყოფი არ იქნება და მაგ გზაზე ხა ცოტა ისეთი ასაკიანი ვინც არის საბჭოთა პერიოდში იქნება ნამყოფი. მაგრამ უმეტესობა ნამყოფი არის ყაზბეგში და გუდაურში, ხო? და მაგ გზაზეც ზოგ ადგილებზე არის ეს ზვავსაწინააღმდეგო გალერები რა, რომელი ხარისხი გვირაბებით გადახურულია, მაგრამ გვერდებზე ფანჯრები აქვს, რომ სინათლე შემოვიდეს ნახევარ გვირაბები. აი ეგეთი ადგილები ძალიან ბევრი არის როკის გვირაბის შემდეგ, რომ აი ზვავმამთლიანად არ ჩახერგოს გზა. აი ამ ბეტონის გალერეების ჩამოგრევა შესაძლებელი იყოს ავიაციო დარტყმით 500 კილოგრამიანი ბომბებით და იდეაში არტილერია თუ მიწვდებოდა, აი პიონები, განსაკუთრებით პიონებს აქვს ესეთი დამაგრეველი ძალა, მაგას შეეძლო ეს გალერეები ჩამოიგრია და სერიოზულად ესეთი კვირები დაჭირდებოდა მაგის გაწმენდას საინჟინრო ტექნიკით, მით უმეტეს ომის პერიოდში რთულია, როდესაც მერე შენი საინჟინრო ტექნიკის განადგურება შეგიძლია და კიდევ უფრო გართულდებოდა ხო სიტუაცია. მაგრამ ნუ ვერ მოხერხდა. მოკლედ ტექნიკურად შესაძლებელი არის, გეგმებიც არსებობს, მაგრამ ამერიკულ ავიაციას უპრობლემოდ შეუძლია. თურქულ ავიაციასაც შეუძლია უპრობლემოდ ტექნიკურად მაგისი გაკეთება რა. იმედი მაქვს დავაყოფილოთ თქვენი თქვათ ინტერესი და ახლა გადავიდეთ უკვე უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ბაზებზე და შეიარაღებებზე. სანამ გიგა იტყვის 2008-ში ომის დროს თქვენს თავზე ჯარისკაცებმა რა ძალა იგრძენით, ასე ვთქვათ. ძირითადად რა შეიარაღებაზე შეიძლება იყოს იქ საუბარი, ასანაც უშუალოდ ქონდა შეხება სანამ ჭრილობას მიიღებს. და რამდენად როგორ იგრძნობოდა ბოდიში, როგორ იგრძნობოდა ეს იყვნენ სეპარატისტები თუ პირდაპირ რუსებთან გიწევდათ უკვე კონტაქტი? ჩემი ინფორმაციით და ვარაუდით რუსებთან გვიწევდა, თუმცა იყო რა თქმა უნდა სეპარატისტების მიერ თავდასხმები. ძირითადი, ანუ რო გითხრა რომ რაღაცა ვერ გაუმკლავდებოდ, ეს იყო რაღაც ერთი დღე რომ საერთოდ არავინ არ ჩანდა, მეორე დღეს იყო რაღაც დახმარების შემოდინება, გაძლიერება, გადაჯგუფება და შემდეგ ჩვენზე იერიში ესე რომ ვთქვათ. ესე მთლიანი ძალა იდგა და ვიცოდით სად იყო და როგორ იყო, არა, ნუ პირდაპირ მიუთითებდა იმაზე რომ ეს სეპარატისტული ძალები ახდენდნენ გადაჯგუფებას, გაძლიერებას და შემდეგ როგორც ვახსენე, რა ტიპის შეიარაღებიდან გესვლა? ძირითადად არტილერია და სატანკო ქვედანაყოფი მუშაობდა ჩვენს მიმართულებაზე. და ახლა გადავიდეთ უკვე გიგასთან, რა გქონდათ ომის დროს, რა შემოიტანეს რუსებმა და ომის მერე რა არის კარგი კითხვაა ძალიან. დავიწყოთ. ხო, ესე იგი რა შეიარაღებით იყო წარმოდგენილი ის რუსული ძალები, რომელიც 2008 წლის ომის დღეებში შემოვარდა, ხო? ორი მიმართულებით. რუსამდე მოკლედ გითხარი სეპარატისტებს რა ქონდა? ხო, აი სეპარატისტებს რა ქონდათ? სეპარატისტების შეიარაღება ომამდე ბევრად უფრო მრავალფეროვანი და დიდი რაოდენობით იყო, ვიდრე ახლა არის და ომის მერე, ხო? იმიტომ რომ ბევრი განადგურდა ომის დღეებში. მოდი აი ცხინვალიანი სეპარატისტებით რომ დავიწყოთ. ზემო და ქვემოთ, ხო? ყველაზე ისეთი რა ქონდათ? არტილერიის კუთხით ყავდათ 12 ერთეული მე რამდენადაც მახსოვს 12 ერთეული 122 მმ-იანი თითოეული ჰაუბიცა ყავდათ გვაზდიკა რაც მუშავ მდგომარეობაში იყო ეს რუსების განაცემული თავისთავად სადღაცა 18 ერთეულის ფარგლებში D30 ყავდათ ბუქსირებადი ჰაუბიცა ანუ ერთი დივიზიონი დაკომპლექტებული 6 ცალი გრადი ყავდათ მაშინდელი ინფორმაციებით ხშირად ბერავდნენ ხოლმე ამ ციფრებს წერდნენ ხოლმე რაღაც 80 ცალი T72 ყავდა რაღაცა მაგრამ მაგათი T72 არსად გამოჩენილი ომის დღეებში ნახსატყორცლები ქონდათ ვასილიოკები ქონდათ 82 მმ-იანები ასოციანები ქონდათ ეხლა ზუსტი რაოდენობა არ არის ხა დიდად ცნობილი მაგრამ სადღაც რამდენიმე ათეულის ფარგლებში ყველა ვარიანტში იქნებოდა ნახსატყორცლები ეს იყო ჩვეულებრივი 82 მმ-იანი 2B14-ები პოდნოსის ტიპის ნახსატყორცლები ესეც სახელი აქვს ესენი ბატალიონების დონეზე
მეტი ისეთი артиლერიაში, მეტი ისეთი არაფერი არ ყოლიათ რა 152-იანი артиლერია ესე უსებს თავის დაქვემდებარებაში არ ყავდათ რა 152 კალიბრიანი საერთოდ რეგიონში არ იყო შემოყვანილი მაგ პერიოდში ანუ საუბარი მაქვს აკაციებზე და სტებზე ხო რაც შემდეგში შეგვიყვანეს ჯავშვა ტექნიკას რაც შეეხება რამდენიმე ათეული BMP-2 და BTR-70 ტიპის ჯავშვა ტრანსპორტიორი და BTR-80 მიყავდათ და KSM BMP-2-ები თლიანობაში ადიოდა მათი რაოდენობა ესე მათი 50-ის ფარგლებში იქნებოდა ნაწილი ოსურობოს ყავდა ნაწილი ამ შეიარაღებულ ძალებს რაც ყავდათ ეს ფეიქ შეიარაღებული ძალები რაც იყო სეპარატისტული ტანკები T-72-ები იყო ინფორმაცია რომ თითქოს და რამდენიმე ერთეული 5 ცალამდე T-72 შეიძლებოდა ყოლოდათ მაგრამ ეს რეალურად იყო ჯავაში მყოფი რუსული T-72-ები ოსებს ყავდათ სადღაც 20-25 ერთეული გამართული მდგომარეობაში თუმცა ხშირად წერდნენ 50 ცალი ყავსო ესაც არ იყო T-55 ტიპის ტანკი ესე იყო T-55 იყო და T-55 AM-ის ტიპის ტანკი იყო T-55 AM-ები აღლუმებზე გამოყავდათ ხშირად და სხვადასხვა ომის დროს ხილვალში T-55-ები გადაადგილდებოდნენ და ორი ცალი ოსური T-55 ჩვენმა T-72-ებმა გაანადგურეს ქვეკალიბრული ჭურვები ქონდა ნასრული ლომიკები გვერდიდან ბორტებიდან იყო გახვრეტილი პირდაპირ განადგურებული რაღაცა სერიოზული როლი ეხლა ოსების T-55-ებს მაგობში რა თქმა უნდა არ უთამაშია და ვერც ითამაშებდნენ ძირითადი მაგათი ძალა და რეალურად უფრო გასათვალისწინებელი უფრო ის KSM-ები და BTR-ები იყო რითიც გადაადგილდებოდნენ ოსური ძალები ხო ნუ რეალურად მაინც რუსული ძალები იყო ძირითადი სამიზნე ქვედა დონეზე ქონდათ რამდენიმე ათეული სადღაც ალბათ 50-ის ფარგლებში იქნებოდა სტრელასა და იგლას გადასატანი სტრელასა და იგლას ტიპის გადასატანი GSS-კები სითბურ დამიზნების ხარჯის გასადების სითბურ დამიზნების გადასატანი საზეიტო სარაკეტო კომპლექსები ZU-23 ტიპის ავტომატური ორლულიანი 23 მმ-იანი საზეიტო დანადგარები ქონდათ სადღაც 12 ერთეულის ფარგლებში აქედან ნახევარი შეიძლება MTLB-ებზე იყოს დაყენებული ეს შილკას მსგავსი მობილური სისტემა არ ყოლიათ საზეიტო 23 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგოებში ფაგოტები ქონდათ საკმაოდ დიდი რაოდენობით ეს მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები პტურები SPG-9 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარდყუცები მერე უკვე ქვემოთ AGS-17-ები ქონდათ მასიურად ბატონი კოკოითი ის ცნობილი ვიდეო გემახსოვრება AGS-17-დან რო ისროდა ხო AGS-17-ები და ნუ ეხა ქვედა დონეზე 10-20-ის დონეზე სტანდარტულად ეხლა რაც რუსულ არმიაში არ RPG-7 ყველაზე ძლიერი ერთჯერადი ყუმბარდყუცები ქონდა სხვათა შორის დიდი რაოდენობით აი ერთჯერადი ყუმბარდყუცების რაოდენობით ნუ ქართულ ჯარსაც ქონდა ეხლა RPG-22-ები მაგრამ აი ოსებს მასიურად ქონდათ მაგალითად RPG-26-ები RPG-27-ებიც ფიქსირდებოდა სხვათა შორის RPG-27-ები ტაულგა უფრო თანამედროვე და ძლიერი ყუმბარდყუცები დადებული და დავასრულებ აი ზუსტად AGS-ის დავსხვრევი ქონდა ფეხში თავისი ხო ეხა ავტომატებზე და იმაზე აღარ ვილაპარაკებ AK-74-ები AK-ები ძირითადად თავისი ლულის ქვეშ ყუმბარდყუცებით და ეს იყო ძირითადად მათი სერიოზულს მაინც თუ ქონდა ნასრომი კარგია ხო ის შეიარაღება რითიც ქართულ სოფლებს ესწოდეთ დიდწილად იყო ხოლმე ყველაზე ისეთი ბოლო პერიოდში ბოლო დღეებში გრადითაც ესწოლეს სოფელ ნულს გვაზდიკასაც იყენებდნენ D-30-ებსაც მაგრამ საწყის ეტაპზე უფრო ეს SPG-9-დან ესწოდნენ ხოლმე RPG-7-დან ესწოდნენ და AGS-ებიდან რა ეს სოფლებს რაც შეეხება ომის წინა პერიოდში საკმაოდ ეფექტური არ არის სხვათა შორის და ხო ნუ ქვედა ყოფების დონეზე კი არა აწევინებ თავს ისე კი თავარია აი AGS-დან კარგად თუ იცის როლა და დამიზნება თავარია და აი სამიზნე შკალა რაც ზემოდან აკვირია AGS რა აი კარგად თუ გაქვს AGS-ი ათვისებული კარგი არაა AGS-ის თავარი პრობლემა ის არის რომ არ არის დიდად მაღალ ტექნოლოგიური ნაკეთობა და ჭურვები არ აქვს დიდად ის მაგრამ თუ მაქსიმალურ ეფექტზე იყენებ კარგი იარაღი არის რა გამოსადეგი არის ის რა ქვია აფხაზეთს რაც შეეხება აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკის შეიარაღებული სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალები ბევრად უფრო ძლიერი იყო ვიდრე ეს ოსური და თქმა უნდა ძალიან დიდი რაოდენობით იყო იმ პერიოდში პირადი შემადგენლობა ვისაც აფხაზეთის ხუბშიც ქონდა მონაწილეობა მიღებული ნუ ეს გამოიხშირა ბოლო წლებში ეს შემადგენლობა დიდწილად ყავდათ სადღაც ყავდათ 12 ერთეულამდე გრადი
6 წელი გარანტირებულად ერთი ბატარეა ყველა ვარიანტში, მაგრამ 112 ერთეულამდე იყო სხვათაშორის ეს გრადები, ნუ არტილერიით რო დავიწყოთ ყველაზე ესეთი გრადზე ძლიერი არაფერი არ ყოლიათ, გრადები სხვათაშორის სადღაც მინიმუმ 3 ერთეული გრადი გამოიყენეს კოდორში რო ადიოდნენ, კოდორს ოტოვებდა ჩვენი ძალები, სანამ დატოვებდნენ გრადები დამოუბეს, მაგალითად კოდორის სოფლები აფხაზურმა გრადებმა დამოუბა, რუსულ გრადებს არ უმუშავია, თვითმავალი არტილერია როგორც ასეთი ესე აფხაზების შეერაღებაში არ ფიქსირდებოდა არც გვაზდიკები და არც აკაციები და ნუ სტაზე ლაპარაკი ზედმეტია D30-ები ყავდათ ჰაუბიცები სადღაც 30-40 ერთეულის ფარგლებში ეს 30 ყველა ვარიანტში აი სადღაც ერთი 5 გამართული ბატარეა ყავდათ რა D30-ების ძირითადად რა თქმა უნდა რუსეთიდან მიწოდებული და სხვათა შორის მათ შეერაღებაში საკმაოდ ისეთი D30-ის ბოლო ვერსიები D30 ხა ყველას ერთი და იგივე გონია ყველა D30 ერთნაირი გონია ბევრს მაგრამ მანდაც არის აი მინიმუმ 5 სხვადასხვა ქვესახეობა შეიძლება გამოვყოთ სხვა წლების სხვაში დამზადებული და აი ბოლო პარტიების D30-ები ქონდათ ხოლმე ანუ ახალი წარმოებული D30-ები შეერაღებაში ანუ რუსეთიდან მიწოდებულები მეტი ისეთი მაგათი KS-19 ტიპის ქვემეხები საზეიმო ავიაციასთან არ გიხსენებთ ავიაცია ხო უსებს საკუთარი ავიაცია არ ყოლიოთ არასოდეს რაღაც ერთი მივა შეიძლება რაღაცა ყოლოდათ აფხაზებს რაც შეეხება L-39 ალბატროსის ტიპის თვითმფრინავები ყავდათ დაახლოებით 5 ცალი ესე ჯოხარ დუდაევმა აჩუქა თავის დროზე ჩეჩნებმა აჩუქეს ომის პერიოდში აფხაზებს ბიპლანები ანორები ყავდათ რამდენიმე ერთეული 2 ცალი Mi-24 და სადღაც 3 ერთეული Mi-8 ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენი ესენი ყავდათ აფხაზებს ყოველთვის რა ალბატროსებს იყენებდნენ ხოლმე სწავლებებზე სხვათაშორის 250 კილოგრამიან ფაბურას 50-ებს ყრიდნენ ხოლმე სწავლებებზე და R-60 ტიპის სითბური რაკეტების ქონდათ დამაგრებული მაგრამ რაღაც ომში ესე ალბატროსებს არაფერი არ გაუკეთებიათ რა გადავიდეთ ახლა რა შემოიტანეს რუსებმა აი მოდი მაგრამ ჩავთავაზო აფხაზებს ტანკების კუთხით აფხაზებს T-72-ები არ ყოლიათ აქაც T-55-ები გვხვდებოდა მათი ნაწილი დაზიანებული და შემდეგ შეკეთებული T-55-ები იყო რაც აფხაზის ომის დღეებში აფხაზის ომის დროს ჩაუვარდათ ხელში ჩვენგან BP-ურების ტრაფეიდი BP-ურების ხავდათ და რუსებისგან შემდეგში მიწოდებული ძირითადი ნაწილი BTR-80 ტიპის ჯავშა ტრანსპორტიორები BTR-70-ები MTLV-ები Z-23-ები ყავდათ და შილკები ყავდათ ასევე რამდენიმე ერთეული სტრელა იგლა თავის თავად ალბათ ერთი 100 ერთეულის ფარგლებში იქნებოდა რაკეტები სტრელა და იგლა და ნუ ქვეითების დონეზე ახლა 10-ული 20-ული 100-ული ბატალიონის დონეზე რაც არის სასტატო შეიარაღება ხო და რაღაცა ყორცდებით ახლა 120 მმ-იანები 82 მმ-იანები და ნუ ქვედა დონეზე SPG-9-ები AGS-ები და პტურები მაგათაც დიდი რაოდენობით ქონდათ ფაგოტები რა რუსები ასვიდნენ თავის თავად მაგებს მეტი ისეთი უფრო სერიოზული შეიარაღება საზრიტოებში აფხაზებს ყავდათ საზრიტოებში ასევე S-60 ტიპის საზეიმო ქვემეხები და ერთ-ერთი ჩვენი Hermes 450 აი ამ S-60-ით იქნა ჩამოგდებული თავის დროზე. დრონები და მსგავსი რაღაცები რა თქმა უნდა აფხაზების შეერაღებაში მაგვიურჩი არ იყო. ეხლა ყავთ დრონები აფხაზებს. სხვადასხვა არა მინდა სწავლე. კაი. და ეხლა გადავიდეთ უკვე საომარი მოქმედებების დროს რუსებმა რა შემოიყვანეს ერთ მიმართულებაზე მეორე მიმართულებაზე რა დატოვეს. ხო, ნუ ტექნიკის ძირითადი რაოდენობა რაც შემოვარდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყარეს რა თქმა უნდა ცხინვალის რეგიონზე მოდიოდა და ამ შემოყვანილი ტექნიკის გამოყენებით და ძალების გამოყენებით შემდეგში მოახდინეს ამ საოკუპაციო პირველ ეტაპზე საოკუპაციო ბაზების ფორმირება. დავიწყოთ მოდი, აი აფხაზეთით დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მიმართულება ცოტა შემდეგ დღეებში ჩაერთო, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც ცხინვალის რეგიონი იყო, მაგრამ დღესდღეობით აფხაზეთში არსებული სამხედრო ძალები ბევრად უფრო დიდი არის და საერთო საბრძოლო პოტენციალი დიდი აქვს უფრო დიაში ვიდრე ცხინვალის რეგიონში არის. ნუ რაღაცები ცხინვალში უფრო მეტი რაოდენობით არის და მრავალფეროვანი. ესე იგი, აფხაზეთში გუდაუთაში ჩამოყალიბდა ეს საოკუპაციო ბაზა, მაგრამ რაღაცა მცირე ზომის პატარა ბაზები მცირე რაოდენობით იყო ხო სამხედრო წარმომადგენლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ძირითადად ეს მაინც გუდაუთაში იყო ისე წარმოდგენილი აქ რჩებოდა ის ინფრასტრუქტურა რაც აი
საზეიმო სარაკეტო პოლკის ინფრასტრუქტურა, რომელიც გუდაუთაში იდგა მუდმივად, პლუს ადესანტო პოლკის ინფრასტრუქტურა, იმ ძალების, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის ომის პერიოდში აფხაზებს ეხმარებოდნენ. რუსული სამშვიდობო ძალების ტექნიკა, რა თქმა უნდა, ტანკების გარეშე ჯავშა ტრანსპორტიორებით და ქესებებით, ძირითადად გალის რაიონში იყო გაშლილი და სუხუმის მმართველობაზეც, მეტნაკლებად აფხაზეთის ტერიტორია ჰქონდათ, მაგ რუსულ ძალებს ათვისებული ამ სამშვიდობო კონტინგენტს. და ნუ შემდეგში დაემატა რა აფხაზეთის მმართველობიდან ესე ნუ ტანკებიც კი იყო, მაგრამ ტანკები უფრო მერე შემოიყვანეს უშუალოდ ომის დღეებში შემოიყვანეს დიდი რაოდენობით საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფები და დშბ-ის ტიპის ქვედანაყოფები და გრუსპეცდანიშვილების ჯგუფები. ტექნიკა იყო დშბ რო გაშიფრო. ანუ სადესანტო მოიერის ქვედანაყოფები და დესანტა შტურმოვანი ვойска. რაც არის ეს დშბ არის გარდამავალი სახეობა არის სპეცდანიშვილების ძალებსა და სტანდარტულ ქვეითებს შორის. აი მოიერის შები არიან ეს დშბ-ები და როგორც წესი მსუბუქი ტექნიკით არის დშბ-ები დაკომპლექტებული ყოველთვის. ესე იგი აფხაზეთში უმეტესად შემოვიდა მსუბუქი ამფიბია ტექნიკა. იყო დიდი რაოდენობით ჯავშა ტრანსპორტიორები, ბტ-80-ები, იყო ძალიან დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იყო ეს BMD-ურები, BMD-1-ები და BMD-ურები, ბედესანტეთა საბრძოლო მანქანები, ეს თხელი ალუბინის ჯავშნიანი საჰაერო გზით ანუ პარაშუტებით ჩამოყრადი ბედესანტეთა საბრძოლო მანქანები იყო, რომელიც აი ფოთშიც და ზუგდიდი ფოთის შენაკში შემოვიდა შემდეგ დღეებში. BMP-ურები ფიქსირდებოდა ასევე ტიგრის ტიპის საარბიო მანქანები იყო, ვოდნიკის ტიპის რამდენიმე ცალი ვოდნიკი დაფიქსირდა, ასევე ვოდნიკი მეორე არ იცის რა არის, მაგრამ მაგ წლებში გამოიყენებოდა რუსულ ჯარში საარბიო ყველგანმავალი იყო, რომელიც აი თითზე ჩამოსათვლად ხავდათ. რუსებს ეგენიც გამოჩნდა აფხაზეთში და რაღაცა ისეთების დატესტეს, რაც რაღაცები დატესტეს. პლუს ამას აფხაზეთში რუსებმა მაგობის დროს გამოიყენეს ცხინვალშიც იყო შემოყვანილი, მაგრამ აი აფხაზეთში რაც იყო, მაგას იყენებდნენ, დაფრინავდნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დრონები. დრონი ხო უპილოტო საფრენი აპარატები, ბჭელა და ტიფჩაკი. კამაზებზე იყო ეს დაკომპლექტებული ესენი და სადაზვერვოები, რელსური გაშვება, რადიომომართვადი სადაზვერვო დრონები და ქართულ ქვედანაყოფებს აკვირდებოდნენ და პლუს იმ არეალებს უზვერავდნენ, ჩამოუვარდათ კიდე სხვათა შორის ორი ცალი და აფხაზებს მერე ქართული დრონები ეგონათ და სოხუმში რაღაც ამარიაჟებდნენ, ახეთ ჩამოუვარდაო ქართული დრონიო, რეალურად რუსული ბჭელას დატეხები იყო რა. ხო და აი ზუგდიდის რაიონში, მაგრამ ზუგდიდის თავზე დაფრინავდნენ, სანამ რუსული ძალები შემოვიდოდა მაგალითად რა ფოთის თავზეც დაფიქსირდა ეგენი. ესე იგი ოჩამჩირეში იყო ასევე შემოყვანილი ტოჩკას ტიპის ბალისტიკური სარაკეტო სისტემები, დამატებით გრადები, აკაციას ტიპის 132 მმ-იანი თვითმოვალი ჰაუბიცები, დამატებით გრადები შემოიყვანეს, ასევე მინიმუმ 12 ერთეული და რეალურად ალბათ უფრო 18 ერთეული იყო ერთი დივიზიონის ფარგლებში. ეს არის ტექნიკა, რომელიც ცოტა მერე მოყვანა წინ ასე თქვა წინსწრებად ეს მსუბუქი ჯავშა ტექნიკა შემოვიდა. დასავლეთ საქართველოს დატოვეს რატო ამ ტექნიკამ? ხო, ბედესანტეთა საბრძოლო მანქანების და ქესებების უდიდესი ნაწილი უკან გაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე და აფხაზეთში დარჩა გუდაუთაში კონტინგენტი, რომელიც უფრო აი BTR-80-ების შტატზე დაკომპლექტდა, ანუ მოტოსროლილი ბრიგადა დატოვეს, რომელიც პერეფორმირდა მეშვიდე სამხედრო ბაზის დასახელებით. ბრიგადა შეივსო სატანკო ბატალიონით, შემოყვანილი საარტილერიო ტექნიკით შეივსო ბრიგადის საარტილერიო ბატალიონი, იგივე საარტილერიო დივიზიონი და ტანკები გამოჩნდა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე, გამოჩნდა პირველად T-90 ტიპის ტანკები, საკმაოდ ახალი T-90-ები იყო და თვეები ელაგა ზღვის პირზე ეს ტექნიკა. ეგენი ასე ვთქვათ აფხაზეთის ჯარებს გადაეცემა რუსების და არა, აფხაზეთის ჯარებს არ გადაეცემა, აფხაზურ ქვედანაყოფებს ახლოსაც არ აკარებდნენ ამ ტექნიკაზე რუსები. პირველ ეტაპზე სანამ ბაზის მშენებლობა დაიწყებოდა და ინფრასტრუქტურა რაც ახლა გვხვდება, სურათებს მოგცემ და აი ამ მომენტში გავიდეს და მაყურებელმა დაინახოს კარგი. თუ მომცემ გავა. რამდენიმე სურათს მოგცემ, აი როგორ ხდებოდა ბაზის ინფრასტრუქტურის განვითარება, სატელიტური სურათები, ტექნიკა თავიდან ეყენა ღია ცის ქვეშ და ტექნიკა რომელიც ღია ცის ქვეშ დგას ზღვის პირზე, სადაც ბლაში ასე ვთქვათ, ზღვის ბლაში წყლის გამო ესეთი შესაბამისი ჰავა არის, კარგად ჟანგდება და კატასტროფულ მდგომარეობაში იყო ერთი წლის თავზე ტექნიკის უმეტესობა რა გამოწვეული იყო გამოსული დაჟანგებული იყო ტანკების არტილერიული დანადგარები და ხშირად ჭირდებოდა რემონტი და მე უკვე ნელ-ნელა იწყება ბოქსების მშენებლობა, ყაზარმების მშენებლობა და მთელი ეს შემადგენლობა შეყავთ უკვე შენობებში და ეტაპობრივად ეს მეშვიდე ბაზა დიდ ასე ვთქვათ ძალიან დიდ შენაერთად ყალიბდება, სადაც ინფრასტრუქტურა გამზადებულია დივიზიის მისაღებადაც კი
თავისი სტადიონი აქვს, შიდა დასახლება ოფიცრებისთვის, სკოლა, საბავშვო ბაღი, თუ ავსდები ორი სტადიონი აქვს და ეს გუდაუთის აეროდრომის ასაფრენი ბილიკის გაარემონტეს, ასაფრენი ბილიკის შუა ადგილზე და ზღვისპირა ნაწილში საზენიტო სარაკეტო სისტემები განათავსეს, რომ ჰაერიდან ყოფილიყო დაცული, ნებოემის ტიპის რადიოლოკაციური სადგურები გადალაგეს აეროდრომზე, საჰაერო სივრცის კონტროლისთვის, კასტა 2 E2 ტიპის დაბალ სიმაღლეებზე მოქმედი რადიოლოკაციური სადგურები დაამატეს და ასევე მაგ პერიოდში, ომის პერიოდში გადაახალისეს გუდაუთაზე მდგარი საზენიტო სარაკეტო დივიზიონი, ეს სამასებით რაც იყო ტექნიკა გამოწველეს და 2011 წლისთვის გააკეთეს რა იცი 2011 წლისთვის დამატებითი S300-ები საზენიტო დივიზიონი განათავსეს აგუძერაში. აგუძერა სოხუმიდან აქეთ არის, სოხუმიდან სოხუმის სამხრეთ აღმოსავლეთით ჩვენ ხარეს აგუძერა ეს დაბა დასასვენებელი ადგილი იყო საბჭოთა პერიოდში, ესე ტყიანი ადგილი არის ზღვისპირას და მან არის S300-ების დივიზიონი განლაგებული საკმაოდ თანამედროვე კომპლექტაციით არის თან ეგ S300-ები S400-ის ელემენტებსაც კი შეიცავს და რეალურად ეგ სამხედრო ძალა იყო, რასაც ეტაპობრივად დაემატა ტექნიკა და დღეს არის წარმოდგენილი საკმაოდ. ამიტომ ეს რო შევაჯამოთ, აი ახლა აფხაზეთის მიმართულება, დღეს რამდენი ბაზაა აფხაზური შეერაღებული ძალები ასეებს რას წარმოადგენს და რა რუსული შეერაღება და ანუ მესმის რომ მაყურებლის დიდ ნაწილმა შეიძლება იცოდეს ბრიგადის ბატალიონის რიცხოვნობები, მაგრამ მაინც უფრო ვეცადოთ რომ რიცხვებით დავასახელოთ. ხო, დავასახელოთ რიცხვებით, ამიტომ გეუბნები აი რამდენი რუსია, რამდენის პოტენციალი აქვს რომ მიიღოს და ასე. ეგ მეშვიდე სამხედრო ბაზა სადღაც 4500-4600 კაციანი არის შტატით, მაგრამ სხვა პერიოდში იცვლებოდა ხოლმე მაგისი შტატები, გააჩნია რა ტექნიკა იყო პერიოდები რაღაც ტექნიკას დაამატებდნენ, მერე მოხსნიდნენ, გადაიყვანეს ხოდაგან როტაციები ხდებოდა, დაახლოებით 6 შემადგენლობა არის, მაგრამ შეუძლია პირველად დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალის მიღებაც. ამ ბაზაზე არის საცავები, სადაც დიდი რაოდენობის შეიარაღება არის დასაწყობებული, ნუ სიტყვაზე ომის შემთხვევაში ცოცხალი ძალა რომ დაამატონ, მათ გამოიყენონ. 2010 წელს სხვადასხვა დაფიქსირდა, რომ მეშვიდე ბაზას დაამატეს ერთი ბატარეა TOS 1A სოლცეპიოკები, ძიმე რეაქტიული ცეცხლსატყოსის სისტემები და საკმაოდ სერიოზულად გაძლიერდა მაგითი ამ ბაზის შემტევი პოტენციალი, ხო, აი ჩასაგრებული მოწინააღმდეგისთან ბრძოლის თვის, ხო, ესე დავარქვათ. ავიაცია არ დაუმატებიათ რუსებს, თუმცა გუდაუთის აეროდრომს სხვადასხვა სწავლებებზე იყენებენ ხოლმე, რომ აქ ოიეში ავიაცია და ისინი დაშდნენ კიდე K-52 ტიპის ვერტმფრენები და Mi-24-ები პერიოდულად ჩნდებიან ხოლმე. საზღვაო ფლოტთან დაკავშირებით. ხო, ფლოტს რაც შეეხება ეს სერიოზული წარმომადგენლობა რუსული ფლოტის მან არასოდეს არ ყოფილა. ეხლა ოჩამჩი რეზერვობით ისლაპარაკი სობოლის ტიპის კატარღები იყო ყოველთვის რაღაც 5-6 ერთეული რუსული მან განლაგებული საპატრულო კატარღები არის და აფხაზების გრიფების რაოდენობა აფხაზების სამხედროების რაღაც ეგეც 6 ერთეულის ფარგლებში არის, ესე იგი კატარღები არის საპატრულო კატარღები, გრიფები სუბუქი შეიარაღებით, ეხლა დიდი რაღაცა სარაკეტო კორვეტები და რაღაცები მან თითქმის პატრულებელს ქერჩში სიმართლე ეკონომიკური დანიშნულებით იყენებდნენ ხოლმე უფრო აი ამას რა. არც ისეთი რესურსი აქვს ოჩამჩის ნავსადგომს, რომ რაღაც სერიოზული ზომის ხომალდები მიიღოს დიდი რაოდენობით, ხო, უფრო აი ნოვოროსიისკის რაღაც დამხმარეთ შეიძლება აი მაგაზე მინდა რომ განვაცხოთ ერთ წამით, მაგაზე მინდა განვაცხოთ ოჩამჩიზე, თუმცა მანამდე უნდა შევახსენო მაყურებელს, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, თუ კი ვიდეო არ გაქვთ ლაიქებული და ლაიქეთ, იაქტიურეთ კომენტარებში, გააშერეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. აქვე ოღონდ მაქსიმალურად ამდენად შესაძლებელია მოკლედ რუსებს რო ქონდათ რაღაცა გეგმა თუ უბრალოდ ჭორი იყო, არ ვიცი, რომ ზუსტად მან რაც სევასტოპოლიდან წარმოიყვანეს მან განათავსებინათ, რაღაცა მახსოვს, რომ რაღაცა შენც გქონდა მიმოხილვა და გრძელდება ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობა თუ კი რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ არ არის ეს ისეთი ნავსადგომი, რომელიც სერიოზულ სამხედრო დაჯგუფებას, საზღვაო დაჯგუფებას მიიღებს. მხოლოდ და მხოლოდ აი მეორე ხარისხოვანი ხომალდები შეუძლიათ დააყენონ მან რა, ისიც მცირე რაოდენობით, მუდმივი ბაზირება რაღაც სარაკეტო კორვეტების, რაღაც კალიბრების გამშვები ხომალდები რომ მან დააყენო, არ არის მაგის ინფრასტრუქტურა, თუ შექმნეს ინფრასტრუქტურა, ტერიტორია არ არის იმხელა, რომ სიტყვაზე ეს ნავსადგომები ახლა რაც არის, თუ შემდეგში კიდე ძალიან დიდი მიწა მოჭრეს, მაგრამ ძალიან ისეთი
ხანგრძლივი დიდი სამუშაო ჭირდება და ეს აფათ მაგას ვერ გადავიდეთ მაშინ ბაზაში ასოციაცია 140 მეტრიანი სამი ცალი დავსადგობია, სადაც რამდენიმე საშუალო ზომის ხომალდი შეგიძლია დააყენო. აი კრეისერ მოსკოვს მაგალითად მან ვერ შეიყვადი და ვერ მოემსახურა. ხო, როიქები რო არის კიდევ ავიაციაზე გადავხვდით უცებ, მაგრამ ეს რაღაც აფხაზეთში არის მოგეთ თავი იხსნებაო და ავიაცია გამოდის და შედის. არა, ეგეთი არაფერი, აბა როგორ რაღაცა იცი, საიდან მოდიოდა ეგ ის რა. გუდაუთის აეროდრომის საბჭოთა პერიოდში ეს ზღვის პირზე ხო იყო და იმის გამო რომ დაბალზე იყო ზღვის დონეზე ძალიან უძრავ მაღლა, რამდენი მეტრით მაღლა. ეს საავიაციო აგრები, სადაც გავარადგურებლები იდგნენ ხოლმე, ისე იყო რომ არ ჩხდდა და ეს აგრიდან გამოვიდოდა თვითმფრინავი აკრებდა სიმაღლეს და აიღებდა რაღაც ფრინდებოდა და ეს ანგარიდან რომ გამოდიოდა, ეგონათ ვიღაცებს რომ რაღაცა მიწიდან ამოდიოდა თვითმფრინავი ანგარში შედიოდა. კი არ ეგონათ რომ პირდაპირ იქვე ანგარში კარები რო იკეტება იქვე დგას თვითმფრინავი ხო ანგარში. ეგონათ რომ მიწიდან ამოდიოდა და ეს რაღაცა ესე ამოდიოდა და ანგარიდან გამოდიოდა. მაგრამ არ არის კლდე არ იხსნება. ანუ მან არანაირი კლდე არ არის მოსწორებული ადგილია და არანაირი მიწის ქვეშ ასაფრენი ზოლი მან არანაირად არ არის. ეგ იგივე მითებიდან მოდის ეშერას ლაბორატორიიდან რომ დედამიწის ბირთვში არის ჩასასვლელი რაღაცა აგარტაში დააჭერა და კავკასიონი დნება და ჩვენ დედამიწის შიდა ცივილიზაციასთან აქვს კავშირი ხო აქედა შევაჯამოთ რუსული ბაზები აფხაზეთში. ხო, რაც შეეხება რუსულ ბაზებს, საერთოდ დაბოლოთ რაღაცა შევაჯამოთ. ხო, რომ ბირთვი არის ეს მეშვიდე სამხედრო ბაზა, მცირე ზომის სამხედრო ბაზები გალის რაიონშიც არის, კოდორის ხეობაშიც ერთი პატარა სამხედრო ბაზა აქვთ რუსებს, ანუ როგორ არის მათ ბაზები FSB-ს სასაზღვრო ქვედა ოფის ბაზები, რომელიც ძირითადად ეს შეხების საოკუპაციო საზღვარს აკონტროლებს, FSB-ს ბაზები არის, წიწაწეულ ბაზებსაც ეძახიან არის ძირითადი ბაზები და არის თავდაცვის მინისტროს ბაზები. FSB-ს ბაზები როგორც წესი რაოდენობაში უფრო მეტი არის, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ეს ტანკები და артиლერია იქ არ უყრენიათ, ხო? საკელში არის ერთი სამხედრო ბაზა თავდაცვის მინისტროსი, ამ იმაში რა ქვია, კოდორის ხეობაში გალში არის ერთი 4-5 ბაზა, უგუდის დიდი ბაზები არ არის. ხო, ეს არ არის ბრიგადის შემადგენლობა, აქ ვერ დაეტევა. მაქსიმუმ რაღაცა ზოგში ასეული ეტევა, ზოგში შეიძლება მაქსიმუმ ბატალიონი შეტენო რა. ისიც მცირე რაოდენობის ტექნიკით. ძირითადად ესენი გალში არის დამოყრილი და აქეთ უკვე სოხუმთან არის მცირე ზომის და ძირითადად მაინც უფრო ის გუდაუთა არის მათი ბირთვი, როგორც სამხედრო ბაზა 3-ია. აფხაზეთის ომში იყო. არა, არის საერთო რაოდენობით 12-მდე ის სამხედრო ბაზა რასაც დიდი სკოლის ყოფნა ესეთი. დიდი არის გუდაუთაზე არის მარტო. თან მან ბრიგადის საცხოვრებლებიც არის და აქედან ამოდიან. ბრიგადის ზომის სამხედრო ბაზა რაც არის, თავისი მთელი ინფრასტრუქტურით არის მხოლოდ გუდაუთაში აფხაზეთში. და არის ასევე ეს გარკვეული ქვედანაყოფები დგანან სოხუმთანაც ეს ბაბუშენას აეროდრომზე. მან უფრო დგანან რადიოტექნიკური დაზვერვის ქვედანაყოფები და რეპ ქვედანაყოფები. გორი ერთ-ერთ შეის განაცემაში ვახსენე რომ ჟიწელის ტიპის რეპ სისტემების ქვედანაყოფი დგას მათ და 2017 წელს მეშვიდე საოკუპაციო ბაზაზე დაამატეს ასევე უპილოტო საფრენი აპარატების ასეულიც. ეხლა ამ მდგომარეობით შესაძლებელია ხა არ მაქვს მაგაზე ახალი ინფორმაცია, მაგრამ კამიკაძე უპილოტოებით შეიძლება ყავდეთ უკვე. მათ სავარაუდოდ ყავდეთ პატარა ლანცეტის ტიპის მე ჩამოვთვლი და შენ დამიდასტურე კითხვა რა. პირადი შემადგენლობა. რუსების სამხედროები. ხო. ყავთ. ნუ ავტომატებით ყველაფერი გასაგებია, ხელისგანთასაპარატო გასაგებია, KSM-ები. ხო, KSM-ები ნაკლებად ეს BTR-80 და BTR-82-ების შტატზე არის უფრო მეტად. KSM-ები უფრო აიცხილოს რეგიონში, მაგრამ რაღაც 50 ცალი BMP-ური უნდა იყოს თლიანობაში აფხაზეთში, ოღონდ ცოტა სხვა ქვედანაყოფებზე. ბუქსირებადი არტილერია. D-30-ები ყავთ კი და MT-12 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები. თვითმავალი არტილერია, მათ შორის რეაქტიული. აკაციას შტატზე არის, 2S3-ზე არის, რაც ბრიგადას რაც აყავს. რეაქტიული არტილერია. რეაქტიული გრადები ყავთ. 18 ერთეული გრადი არის აქ და 18 ერთეული აკაცია. ტანკები. ტანკები T-90 იყო მოკლედ ერთი ბატალიონი. ხო, რაც ლაპარაკი. ხო, სადღაც 40 ცალი T-90 იყო. ამ T-90-ებიდან მნიშვნელოვანია რომ ერთი ასეული სირიაში გაიყვანეს 2017 წელს, რჩებოდა 2 ასეული. და ის 2 ასეული მერე უკრაინაში გაიყვანეს. რაღაცები დააბრუნდეს სავარდათ უკან, მაგრამ მე როგორც ვიცი T-90-ები არ დაუბრუნდებიათ, მაგრამ დააბრუნდეს მინიმუმ 2 ასეული T-72-ებით შეავსეს რა, ძველი T-72. ავიაციის ნაწილში შუალფრენები და თვითმფრინავები. უფრო აი რაც არის აფხაზებს ყავთ და აფხაზებს ყავს და რუსების თითო რუსეთის ტერიტორიიდან დაფრინდა. ორი რაღაცა ყავთ, მაგრამ 22. ხო და იყო ინფორმაცია ადრე რომ 2 ცალი 25 ყავდათ თითქოს აფხაზებს, მაგრამ ეს 25-ები რეალურად იყო რუსული 25.
25-ები და რებებიც და უკლუბებიც რო არის. მოკლედ ეს რა ესები ხო ყავს კიდევ სარაგენ ეს 300 რომელია ეს 300 ეწევა ვიზახდი მაგრამ ეს რუსების დაქვემდებარებაში ორი დივიზიონი ეს 300 ჩვენ საუბრობთ ხო ერთი გუდაუთაზე დგას ერთი აგუძერაში კიდე არის ბუკის სისტემები გალში გადაავსებული ბუკის სისტემები და ყავთ ასევე ტუნგუსკას სისტემები ერთი ბატარეა ტუნგუსკა არის და ერთი ბატარეა ტუნგუსკა ერთი ბატარეა ოსაკაები და ერთი ბატარეა სტრელაათები არის თითო რა ბრიგადის საჰავრთან მოკლედ შევაჯამოთ პრაქტიკულად სრულყოფილი შეერაღებული ძალები თითო ბრიგადასაც შეეხება 3 ბატალიონი არის ბრიგადა არის სტანდარტული მოტომსროლელი ბრიგადის შტატზე არის რა ცხინვალში ცოტა არასტანდარტულია და უკრაინაში ომის დროს აფხაზურ ძალებზეც ვკითხები მოწევა და აფხაზურ ძალები რა დიდი არაფერი იგივე იყო დაახლოებით რაც ომის დროს და იყო მაგალითად აფხაზური ბატალიონი მეშვიდე საოკუპაციო ბაზარზე თავიდან პირველ წლებში მაგრამ მე მოხსდეს იმიტომ რომ დიდად დისციპლინა არ უარგონდათ იმიტომ რომ იცი ზოგადად აფხაზების დისციპლინა რა ხო და აფხაზები მოკლედ და სერიოზული ალბათ ალკოჰოლის აი ნარკომანი ალკოჰოლი რაღაც ის და ეს აფხაზური ბატალიონი მოაცილეს და ეს აფხაზური შეარაღებული ძალები თუ შეგვიძლია დავარქვათ ძალიან ესეთი კატასტროფული მდგომარეობაშია ტექნიკის გამართულობის კუთხით რაღაც ძალიან ესეთი ვადევნებ ხომ თვალყოს ახალი სწავლების რაღაცები ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აქვს შედარებაც არ არის რუსულ ძალებს რეალურად ის რუსული ძალა რუსული ძალა არის რაც რამის გაკეთებელია ომის დროს ახლა აფხაზური ძალები ჩვენს რეგიონში აქ რა შემოიყვანეს ომის მერე რა დატოვეს უკრაინაში და წაიყვანეს და რა მდგომარეობა ხო ომის დღეებში რაც იყო შემოყვანილი ტანკები იყო რაღაც გარკვეული რაოდენობა ბევრს როგორია რომ ასეულობით ტანკი შემოიყვანეს და ის ქეცები და ეს არ იყო არც ცოცხალი ძალა შემოუყვანიათ 100,000 და არც 50,000 კაც და არც 20,000 ყოფილან ცხინვალის რეგიონში ბევრად ნაკლები იყო ცხინვალის რეგიონში ტანკებით უნდა დავიწყოთ ახლა ომის დღეებში რაც იყო T-90-ები არ ყოფილა T-72-ები იყო შემოყვანილი მთლიანობაში იქნებოდა ალბათ ის რატომაც ეგონა T-90 ეგეც ახსენის შემწუნებები ხო წინაზე თქვი კი T-72 ცოტა ახალი ვარიანტები იყო 60-70-ის ერთეულის ფარგლებში იქნებოდა T-72-ები შემოყვანილი ნაწილი მე გაიყვანეს უკან ერთი ბატალიონი დატოვეს აქ ჩამოყალიბებულ ბაზაზე მეოთხე საოკუპაციო ბაზა არის რაც არის ცხინვალში განლაგებული გაყოფილი არის ორ ნაწილად ჯავის გარნიზონი, ცხინვალის გარნიზონი. ძირითადი ნაწილი შტაბი და ტექნიკის ბოქსები და ასე შემდეგ არის ცხინვალში. ანუ ეს პირველი წიწაწეული ისაც არის ძალები და არანაკლები რაოდენობა არის ჯავაში. ზოგადად ჯავაში უფრო აი საბრძოლო მასალების მარაგებია, საცავები, შორსმსროლელი артиლერია და ტანკების გარკვეული რაოდენობა რაც არის ესეთი გამზადებული რომ ეკიპაჟები დაკავშირდა. ხო, რაც შემოვიდა კიდე. ქესებები შემოიყვანეს დიდი რაოდენობით, ბეტერებიც იყო, მედესატეთა საბრძოლო მანქანებიც იყო ცხინვალის რეგიონში შემოყვანილი, თუმცა ესენი არ დაუტოვებიათ. გავიდნენ მერე უკან მედესატეები ფიგურირებდნენ მაგალითად ეს შიდისის გმირების ეპიზოდი, როდესაც შეტაკება მოხდა ხო მეორე ბრიგადის ასეულთან საშტაბო ასეული ყომად და საინჟინრო ქვედანაყოფი რაც ბოლო იმამდე დარჩა ხო ის 17 შიდისელი გვირი აი მათ ფიგურირებდა ზუსტად მედესატეთა საბრძოლო მანქანები რუსული რა პირველი შეტაკება მედესატეთა BFD-ებთან მოუწიათ მერე დაემატა გარკვეული ძალები მედესატეთა მანქანები არ დაუტოვებიათ დატოვებული ბრიგადა რაც მათ ფორმირდა ხო მეოთხე საოკუპაციო ბაზა მაგის აგება აწყობა მოხდა BMP-ური შტატზე ანუ ეს არის მექანიზირებული ბრიგადა და ესე იგი რა იყო კიდე შემოყვანილი ძალები артиლერიიდან შემოყვანილი ყავდათ გრადები თავის მხრივ საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო გრადები და ეს როდენ ჩვენი ძალების მიმართულებით სადღაც 18 ერთეულის ფარგლებში იყო ეს ძალები რეალურად რა იყო 58 არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის სხვადასხვა პოლკები იყო შემოყვანილი რა ძიმი артиლერიიდან ასევე იყო შემოყვანილი პირველად გამოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე არ გამოჩნდა პირველად საპროტა პერიოდში აზიაშიც იდგა მაგრამ აი ცხინვალის რეგიონში პირველად გამოჩნდა ურაგანის ტიპის სისტემები 220 მმ-იანი მძიმე რეაქტიული სისტემები გრადის ზემოთ რაც არის რა გრადსა და სმერჩს შორის 35 კილომეტრზე მოქმედი და ძალიან ბევრი ათეულობით კასეტური რაკეტა ისროლეს ჩვენი ძალების მიმართულებით ურაგანებმა ეს ურაგანები შემდეგში დატოვეს ომის შემდეგ რჩება დღემდე ლულიანი артиლერიის კუთხით აკაციები იყო შემოყვანილი, სადღაც 2 დივიზიონი ფიქსირდებოდა, ანუ 18 მანქანა, 152-იანი артиლერია.
და მეტიავი ისეთი განსაკუთრებული არაფერი. საზეიტო სისტემები ბუკები შემოიყვანეს, ოსააკაებები, ტუნგუსკები იყო და ომის შემდეგ შემოიყვანეს ტორები, კიდე ტორ-1-ები რა. ესე იგი, ეხლადელი მდგომარეობით საკმაოდ სერიოზულ სამხედრო ძალას წარმოადგენს ცხინვალი ჯავის გარნიზონი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2010 წელს ჯავაში შემოიყვანეს უკვე 6 ერთეულის სმერჩი და იყო ინფორმაცია, რომ შემდეგში კიდე 6 ერთეული დაამატეს, ანუ მთლიანობაში 12 ერთეული. განსაკუთრებით ძლიერი დამაგრეველი ძალის მქონე იარაღი ეს სმერჩები იყო. ჯავაში საწყის ეტაპზე იყო ასევე ტოჩკაუს ტიპის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსები და უკვე 2015-18 წლებში გადაიარაღება მოხდა ამ ქვედანაყოფის ისკანდერის სისტემებზე. ისკანდერები არის ჯავაში, ის თავისი რაკეტების მარაგებით და წინაზე ვილაპარაკი მგონი ამაზე და ტექნიკის ძირითადი რაოდენობა მაინც ცხინვალის რეგიონში არის. უკრაინაში რაც ომი დაიწყო, საკმაოდ ბევრი რაოდენობის ტექნიკა გაიყვანეს აქედან, იმიტომ რომ დეფიციტი ჰქონდათ, ცოცხალი ძალებიც გაიყვანეს, მაგრამ მისი შევსება ცოცხალი ძალით მოახდინეს, მაგრამ ტექნიკის რაოდენობა სავარაუდოდ არის მაქსიმუმ 50% მოეხდინათ შევსება. ეხლა ამ ეტაპზე ზუსტად რა რაოდენობა არის, ამაზე არ არის ინფორმაცია, არ მაქვს, მაგრამ სადღაც ნახევარი უნდა იყოს მოკლედ კომპლექტაცია ბრიგადის რა, რაც მანამდე იყო სიტყვაზე. ანუ ახლა არსებული მდგომარეობით მანდაც რუზამდენი რუსული ბაზა არის. ხო, ბაზას შეეხება. რა რიცხოვნობაც შეიძლება. ესე იგი, ორი ძირითადი დიდი ბაზა, სადაც აი ბრიგადის თავმოყრა შეუძლია და თუ გაიჭიროს დივიზიას დაეტევა ჯავაში და ცხინვალში. მცირე ზომის ბატალიონის ზომის სამხედრო ბაზა არის შემდეგში სოფელ ყანჩავეთთან, ახალგორთან არის ეს ახლოს, ეს შემდეგში რაც გაიხსნა. ყანჩავეთთან ყავთ თითო თუ ასეულები დგას, მექანიზებული ასეულები და სატანკო ასეულები S-72-ებით დაკომპლექტებული. ავტომობილიდან ეგ არ ჩანს, სოფელ ყანჩავეთთან არის თემის შეკითხვა. ავტომობილიდან რაც ჩანს, ეგენი ავტომობილიდან სამხედრო ბაზები ნაკლებად ჩანს. ეგენი არის FSB-ს სასაზღვრო ბაზები, ეს დიდი ანძები რო უყირიათ, წითელი ფერით რაც არის გადახურული. FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ბაზები არის ეგენი. ჯავაშიც უყერიათ, როკის გვირაბთანაც დგას. ახალგორშიც არის ქსის ხეობაში ზემოთ და განსაკუთრებით დიდი რაოდენობა არის ამ საოკუპაციო საზღვრის გაყოლებაზე. მაგას წინ წაწეულ ბაზებს ეძახიან, როგორც წესი ეგენი არის ასეულებზე გათვლილი ბაზები, მაგრამ არის რამდენიმე დიდი ჯამში რამდენი რუსი ბატალიონი შეიძლება დატიო რა. ეხლა ხო, ალბათ იქნებიან თლიანობაში შეიძლება 10-15,000 ფარგლებში შეიძლება დიოდნენ მაგამდე რა, შეიძლება უფრო ნაკლები, შეიძლება 10,000 ფარგლებში იყოს. უკრაინის ომამდეც ეგრე იყო თუ ხო, სხვადასხვა პერიოდში იცვლება ხოლმე რა. ძირითადი ნაწილი აქაც 4,000-4,500, მაქსიმუმ 5,000 კაცამდე ამ მექანიზებულ ბრიგადაში რაც იყო, 5,000 კაცს რატო ვიძახი? იყო პერიოდი ომის პერიოდი, როდესაც აი თორიკებ კარგად იცის ახლა მოტოვსროლელი მექანიზებული ბრიგადის კომპლექტაცია როგორი არის, 3 ძირითადი ბატალიონი არის რა, რომელიც სამზოლო მოქმედებს აწარმოებს, დანარჩენი ყველა უჭერს მხარს, ხო? სატანკო ბატალიონი, артиლერიაც, მაგრამ ის ბრიგადა, რომელიც ცხინვალში ყავდათ განლაგებული 4 ბატალიონი იყო დაკომპლექტებული, ანუ არასტანდარტული რაღაცა გაძლიერებული იყო და 4 მექანიზებული BMP-ებზე დაკომპლექტებული 4 მექანიზებული ის ყავდათ, რა ქვია, ბატალიონი რა. დღეს სადღაც ალბათ განახევრებული არის საერთო რაოდენობა. თუმცა ნახევარით სერიოზული ძალა არის. ნახევარით სერიოზული ძალა სპეციალიზებულია. განსაკუთრებული რებები აქაც აქვს, ხო? რებ სისტემას ძალიან მრავალფეროვანი ტექნიკაა, ეხლა ყველაფერი სომისა ძალიან გაიწელება, შეიძლება რებ სისტემებსაც შეიძლება ბორისო გლებს ორი ტიპის ბრიგადის დომის რებ სისტემა ყავთ, რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურებიც უყირიათ, ასევე ცხინვალსა და ჯავას შორის არის, აი ცხინვალის თავზე არის კუსრეთის ის არის და სოფელი კუსრეთია და მან არის საზეიტო სარაკეტო დივიზიონი დგას თავისი რადიოლოკაციური სადგურებით, რადიოტექნიკური დაზვერვის ისინი და დიდი რაოდენობით არის საზეიტო სისტემები, მათ ბუკები არის, ტორებერთები არის და ასე შემდეგ. ნუ განსაკუთრებული საფრთხის მომტანი მაინც ის ისკანდერები და სმერჩები არის, რომელიც ჯავაში არის განლაგებული. ჯავაში პლუს არის საველი აეროდრომი, სადაც მუდმივად ბაზირებენ მირვა ტიპის ვერტმფრენები და Mi-3 ერთეული Mi-24 მუდმივად დგას მათ რა. ჩვენ გვყავს სახმელეთო შეიარაღება, რომელთაც ჯავას მიწვდება. გორი რაღაცა იცი, გააჩნია საიდან ესვრი რა. ზოგიერთ საარტილერიო სისტემას, აი მაგალითად ომის მერე იყო ხოლმე ბევრი კითხვები იმაზე, რომ ჯავის დაბომბვა ხო შეგვეძლო გუდაურიდან პიონებით და ლარასაბუცებით ან რაჭიდან რა. საიდანო? გუდაურიდან პიონები და ლარასაბუცები განსაკუთრებით ჯავას ხვდება რა. ასევე რაჭიდან ჯავას ხვდებოდა ეგეთი, მაგრამ შენ ლარასაბუცს და პიონს თუ აიყვანდი გუდაურში ან ჯავაში
აყავდა რუგზასთან ახლოს უნდა იყენებინა და შეზღუდულ სივრცეში აყავდა, სადაც ადვილად აღმოჩენადი იყო და სანამ იქიდან დააბრუნებდი უკან ჩამოიყვანდი და სადმე გადავალავდი, მარტივად შეეძლოთ განადგურება, ანუ მანევრირებისთვის სივრცეს აღარ იტოვებდი. კი წვდებოდი იქიდან. მაგრამ იქამდე და ხო, მასე იმიდან, რა ქვია, თრუსოცხეობიდანაც მიწვდებოდი ლარას საბუცებით ჯავას, მაგრამ მანევრირების სივრცეს კარგავდი რა და ნუ განაწყვეტილება ეგეთი იყო მის დროს, რომ გორის რაიონიდან იქიდან მუშაობ. მოკლედ რო შევაჯამოთ, ფიქრობ ორივე მიმართულებაზე საკმაოდ სერიოზულად არიან რუსები წარმოადგენენ. ბევრად დიდი თემა არის ეს და არ არის ფორმატი ისეთი ძალიან დეტალებში რომ განვიხილოთ, მაგრამ ნუ ზოგადი მონახაზი მოგანი გავაკეთე. დრონებსაც შეიძლება მოდი მაგას ვიტყვი. 2017 წელს დრონების ასეული დაემატა ასევე ცხინვალში არსებულ ბრიგადას პირველ ეტაპზე სადაზვერვო დრონებით და ამ ეტაპზე უკვე ლანცეტის ტიპის ტაქტიკური კამიკაძე დრონებიც უნდა ყავდეთ შეიარაღებაში. მოკლედ აქაც როგორც აფხაზეთში გვაქვს სრული კომპლექტი, ასე ტაქტიკური. კი, ნუ ძალები არის, რომელიც რეალურად ჩვენი ძალების საპირისპიროდ არის გათვლილი ახლა. ეს ნატოს ძალებს და თურქეთს ვერ დაუპირისპირდება, მაგრამ ხო, ნუ მე ვიქვი არიან და გადმოიყვანენ თორემ დაჭირდება. ხო, ანუ ეს ანუ უყურე საქართველოს საერთო სამხედრო პოტენციალი რო ავიღოთ, მაგალითად მოსახლეობა თუ იანაღი აიღო ხელში ომის დროს და ქვეითი ქვედანაყოფები დააკომპლექტეს, სიტყვაზე ავტომატები, ტაქსატნამდეგო სისტემები და ასე შემდეგ. მაგ მთლიანობაში საერთო სამხედრო პოტენციალს რო შევადაროთ, ეს ცხინვალში არსებული ძალები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მცირე არის, მაგრამ საწყის ეტაპზე რო საბრძოლო მოქმედებები აწარმოოს მაგ ძალებმა ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, საკმარისი არის, სანამ ძირითადი ძალები გადმოვა რუსეთიდან და სანამ ავიაცია ჩაერთვება მასიურად, ხო? გასაგებია. მე მგონი ამოვწურეთ თუ რამის კითხვა არ გინდა შენ. არა, იმდენად მოიცვა მთელი თემა. ხო და მართალია ყველაფერს შეეხები, მაგრამ კარგი, იმედია დავაკმაყოფილეთ თქვენი ინტერესიც. გელოდებით კომენტარებში კიდევ დამატებით რა გაინტერესებთ. ჩვენ ასე ვთქვათ, გვაქვს კიდე რაღაცა სიახლეები დაგეგმილი, ვნახოთ რა გამოვა, თუმცა პერიოდულად გიგა დაგვიგვუნდება ხოლმე როცა მოიცვის და თქვენთვის საინტერესო თემებზე ილაპარაკებს. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ გიყურეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ უმორჩილესად, ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწეროთ, დალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, ნახვამდის დროებით.